ახლა კი უნდა მოგიყვეთ ადამიანზე, რომელიც არის შესანიშნავი მომღერალი, თუმცა ამასთან ერთად ძალიან მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანის და ამაში ახლა თავად დარწმუნდებით. ლევან ლაზარიშვილის გალაქტიკის სერიის ციფრული გამოფენა პირველად გაიხსნა გუშინ. ჰოლიზეუმის კედლებზე ავტორის 60-მდე ფერწერული ნამუშევარი გაცოცხლა, რომლებიც 2022 წლიდან დღემდე იქმნებოდა. ციფრულ ფორმატში გადატანილი ნახატები მაყურებელს უნიკალურ შესაძლებლობას თავაზობს იმოგზაუროს ციფრულ სამყაროში და დაიმუხტოს დადებითი ემოციებით. 3 წლის განმავლობაში კეთდება ეს პროექტი, რომელიც ფერწერულ ტილოებს აერთიანებს, რაც ყველა არის კოსმოსური სერია. პირველად არის ესეთი მოძრავი კოსმოსი წარმოდგენილი, რომელიც გაციფრულებას ძალიან უხდება. კიდე არის ზოგადად სამყაროს ის ენერგიები, რომელიც თავშეთ არის გაერთიანებული ეზოთერიკაში, არის გაერთიანებული სხვა ჰოროსკოპებში და კონკრეტული ადამიანებისთვის არის ეს დახატული. მე ვთვლი, რომ ეს არის იგივე მუსიკა. უბრალოდ ეს ბგერები არის გადატანილი ფერებში. ლევანს ყველა იცნობს როგორც ძალიან ნიჭიერ მუსიკოს და ცოტამ თუ იცის, რომ ესეთი დიდი ტალანტი აქვს როგორც მხატვარს და როდესაც პირველად ვნახე მისი, ასე ვთქვათ, კოსმოსი, მის სტილოზე შექმნილი კოსმოსი, მაშინვე ჩემს თვალებში უკვე ყველაფერი იქ ციმციმებდნენ და მოძრაობდნენ და მაშინვე ძალიან მინდოდა, რომ ესეთი შესაძლებლობა შეგვექმნა, გაგვეციფრულებინა და კარგი არის, რომ ლევანმა ეს მოინდომა. ახალი თარიღი როდის შეძლებენ კიდე სხვა ადამიანები დათვალებას ჯერ არ ვიცით, მაგრამ აუცილებლად გეგმავთ.